2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 25. ცედებ ტყელის სარკიდან ყველაზე შორს, რომელ წერტილში უნდა მოვათავსოთ სინათლის წერტილოვანი წყარო, რომელიც არეკლილმა სხივებმა სრულად გაანათოს AB უბანი, გვეკითხებიან. კარგით, მოდი ახლა ასე მოვიქცეთ. ამ CD ტყელის სარკეზე ავიღოთ კიდურა წევრები, წერტილები. C წერტილიდან გავავლოთ წფე A წერტილში. ასე ბატონო ჩემო. ანალოგიურად მოვიქცეთ მეორე წერტილისთვისაც, აი ასე. ხო, და ეხლა გამიხილოთ, აი მაგალითად ავიღოთ მესამე წერტილი. აი მესამე წერტილში გვაქვს რაღაცა გამომსხივებელი, რომელიც ყველა მიმართულებით ასხივებს, სინათლის წყარო არის და რომელიღაცა სინათლის ნაკადი, სინათლის სხივი მოხდება რა C წერტილში, რადგანაც CD არის ბრტყელი სარკე, არეკვის კანონიდან გამომდინარე დაცემის კუთხე იქნება არეკვის კუთხის ტოლი და აი ხა თუ დავაკვირდებით აი ტოლ ფერდა სამკუთხედს, აი ეს მანძილი, ეს არის გამყოფი მართობი, აი ეს მანძილი ერთმანეთის ტოლი არის, ტოლი უნდა იყოს და მართლაც ასე არის. შესაბამისად, მესამედან წამოსული სხივი ზუსტად CA წფეზე გაივლის. ანუ მესამე წერტილიდან გამოსხივებული აი ეს წამოსული აი ეს სხივი ზუსტად გაივლის CA წფეზე. ეხლა მოდი გავაკეთოთ მაგალითად მეოთხეზე, აბა რა გამოგვივა. მეოთხეზე თუ მოვიქცევით იგივენაირად. აი მეოთხეს შემთხვევაში უკვე აი ეს აქედან აქამდე მანძილი, აი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, ტოლი უნდა იყოს, შესაბამისად, მეოთხედან წამოსული არეკლილი სხივი გაივლის აი ამ წერტილში, ასე, რომელიც A წერტილს აღარ გაანათებს. შესაბამისად, მეოთხე წერტილი უკვე აღარ გვაწყობს, ხო? აღარ აქვს ჩვენთვის ხელსაყრელი. შესაბამისად, მეოთხეც და მეხუთეში უფრო დაპატარავდება ის არე, ამ AB-ზე უფრო ნაკლები არე იქნება, მონაკვეთზე ნაკლები არე, რომელიც განათებული იქნება. მაგრამ აი პირველში და მეორეში პირიქით, ნახეთ, აი პირველს თუ ავიღებთ, აი პირველ წერტილს. აი აქედან არეკლილი. უკვე აი იგივენაირად თუ მოვიქცევით. მოდით რაღაცა ვერ ვიხაზება. იგივენაირად თუ მოვიქცევით, ასე გაივლის არეკლილი სხივი. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა პირველიდან წამოსული სხივი AB უბანს სრულად გაანათებს, უფრო მეტსაც კი. მაგრამ ჩვენ პირობით გვეკითხებიან, რომ სარკიდან ყველაზე შორს რომელი უნდა მოვათავსოთ, რომელ წერტილში. შესაბამისად, ყველაზე დაშორებული წერტილი იქნება მესამე. ანუ პასუხი ამ შემთხვევაში იქნება G.